გეგმებსაც და სამომავლო გეგმებსაც და კახაკალაძეს დღეს ქონდა კიდევ ერთი შთამბეჭდავი პრეზენტაცია ახლა უკვე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. დღევანდელი პრეზენტაცია როგორც მოგეხსენებათ ეხებოდა ინფრასტრუქტურის საკითხებს, ასევე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ქალაქის დასახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის შთამბეჭდავი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გონებრივია, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით, ამის რწმენას გვაძლევს ის 8 წლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს. 8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად, ეს არის პირველ რიგში პირადად კახაკალაძის დამსახურება და მისი გუნდის დამსახურება. მადლობა მინდა გადავხატო კახაკალაძეს კიდევ ერთხელ 8 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და მთლიანად მერის გუნდს მინდა მადლობა გადავხატო. ევროკომისიის საერთაშორისო რომელიც გაუგზავნეს ჩვენს ევროპარლამენტს რა სიახლეებს ელოდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად მის განახლებას და ზოგადად ამ პროცესს. თქმა უნდა, მომგამდინარედ დანიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მისანი, რომ თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მდინარეთის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება. მას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით და თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე უახლოეს თვეების განმავლობაში უკვე შედეგები იქნება ხელშესახები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 1 და 2 წლის. ადამიანების განმავლობაში თუ შეიძლება იგივე თემა რო ამოსწოროთ. ლევან ხარაბაძესთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, რომელიც არის მამუკამდინარაძის მოადგილე. 2009 წელს იყო ვერის პოლიციის უფროსი და მონაწილეობას იღებდა ადამიანების დარბევის დროს. თქვენ ამურჩევლს პირდებოდით, რომ ქართულ ოცნებას, ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობას დაასრულებდით, გაასამართლებდით ნაცებს და ასე შემდეგ. ახლა კიდევ ნაცების დროს დამნაშავე მოძალადი, ასე ვთქვათ, ძალონებს ნიშნავთ მაღალ თანამდებობებზე და ეს ორმაგი სტანდარტია. პირველი ლევან ხარაბაძე არის ძალიან ღირსეული კაცი, ყველა სამსახურში ის ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო ჩვენ გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე შიდა ქართლის მხარეში. ეს არის ძალიან ღირსეული კაცი, რაც შეეხება ნაცებს, ნაცები მოიკითხეთ თქვენსკენ კონკრეტულად თქვენი ტელევიზიის. ბატონო ირაკლი 2015 წელს გამოკითხვაზეც იყო ეს ადამიანი დაბადებული და მის წინააღმდეგ გამოძიებაც იყო ნაცების ტელევიზია ნაცებზე რო კითხვასავს, ეს არის უბრალოდ რომ 2009 წელს ეს ადამიანი ვერის პოლიციის ხელმძღვანელი იყო. უარყოფთ ბატონო ირაკლი. შეიძლება იყო პოლიციის ხელმძღვანელი და უამრავი ადამიანი ემსახურებოდა საპოლიციო სისტემას, ხო, თავის დროზე, მაგრამ რაც შეეხება ნაცობას, ნაცები მოიკითხეთ თქვენკენ. ეხლა კარგ საქმეებს აკეთებენ ეს ადამიანები, ვინც ნაცების დროს აშავებდნენ? თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ეხლა ცუდ საქმეებს აკეთებთ. ეს ადამიანი დამნაშავე არის თუ არა? ნაცების მაღალ ჩინოსანს რომ ნიშნავთ, ახლა მაღალ თანამდებობაზე. პოლიციაში მუშაობდა, მაშინაც 25,000 კაცი. და დარბევაში მონაწილეობდა ადამიანები. 25,000 კაცი მუშაობდა მაშინ პოლიციაში. მის წინააღმდეგ გამოძიება ეს არის თქვენს მიერ დამკვიდრებული სისტემა, სისხლიანი სისტემა და დღემდე ემსახურებით თქვენ ნაცებს. ამიტომ თქვენ ნაცებზე კითხავს ნაცებით არის დაკომპლექტებული თქვენი ტელევიზია. კი, ნაცებით არის, როგორ გეკადრებათ, ტყუილებს ამბობ და ნაცებით არის დაკომპლექტებული. ლევან ხარაბაძე არის პოლიციელი იყო, რა თქმა უნდა, ისე როგორც 25,000 კაცი. ამ 25,000 კაციდან 20,000-ზე მეტი იყო ღირსეული ადამიანი და ლევანი არის ღირსეული კაცი. და რაც შეეხება უღირს ნაცებს, ისინი არიან წარმოდგენილი ჭარბად თქვენს ტელევიზიაში. რატომ დაიწყო ნაცები მოიგეთ თქვენს ტელევიზიაში, ნაცების ტელევიზიაში მუშაობ. და კითხებსო ნაცებთან დაკავშირებით ეს ხო აბსოლუტურად აბსურდული რამეა. ნაცების ტელევიზია, ნაცებთან დაკავშირებით კითხებს არ რადიკალურ ქმედებებს, შეურაცხყოფებს, პიკეტირებას, აი როგორ შეაფასებთ ოპოზიციის ამ ქმედებას? რაც შეეხება კი. ნუ ჩვენ ნახეთ სახედაკარგული ორკები, ნაცი ორკები, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას, ისტორიულ
მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, სახე აქვთ დაკარგული, ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, არქიფოსეთურის მრევლი, ჩვეულებრივი არქიფოსეთურის მრევლი, ნაცი ტიტუშკები, ნაცი ორკები, ეს არის მათი რეალური სახე. ხო ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ ამ ადამიანებს მართლა ყველანაირი დახმარება გაუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ დაექვემდებარებიან ამ ყველაფერს, მართლა ტრაგიკულია ამ ნაცი ორკების და ნაცი ორკების და ასე ვთქვათ ნაცი ტიტუშკების ქმედება გუშინ იყო აბსოლუტურად თქვენი ვიდეოები ეკა ოდიშარიასთან ჩვენ თუ ლაბარაკი მოგვინდება ჩვენთან დავალაბარაკებით, მაგრამ თქვენ დაალაბარაკეთ თქვენ ტიტუშკებს და თქვენ ორკებს. ორმაგი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტი არ არის, როდესაც ინების გამო აქტივისტებს აკავებთ და ქართული ოცნების წარმომადგენლები თქვენი პარტიის წარმომადგენელი ორკები და ტიტუშკები გუშინ მოქმედებდნენ უსაქციელოდ, ეს არის თქვენი პარტიის სახე. ნაცი ორკები და ტიტუშკები. ეკაოდიშარია რომელი სტანდარტის თქვენ შეაფასეთ ნაცი ორკების და ტიტუშკების მოქმედება. ქართული ოცნების ახალგაზრდობის ხელმძღვანელი გიორგი შუკვანი, რომელმაც მოქალაქეებს თქვენ შეაფასეთ ნაცი ორკების და ტიტუშკების მოქმედება და არჩეს მე შევაფასებ. თქვენ გააცნეთ ამ ადამიანებს, რომლებიც აქტივისტებს აწესდნენ ბაქოში. ამის რეაგირებას მოახდენთ გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით. რეაგირება მოქალაქეებს რომ შეახუხათ თქვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა. ანუ რა დასტურდება ახლა აი ამ განცხადებით? ყველას გვახსოვს პირდაპირ გამოდიოდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას. ხო, ესენი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მაგალითად ეს იყო უშუალოდ საბჭოს დივანი, ეს იყო პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, ესენი იყვნენ დეპუტატები და ამ შემდეგ ისინი პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნას და როდესაც ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, გახსოვთ რა მოაყოლეს ამ ყველაფერს. ასე მე მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოსთან ელჩი იმ საბაბით, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები. ხო, უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელის გულზე. ნუ ამას ადასტურებს რა თქმა უნდა დამატებით უკრაინის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაფერი დევს ხელის გულზე, პირდაპირ ღია განცხადებები გვესმოდა ჩვენ უკრაინის ხელისუფლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი. პასუხის გავცემთ ოდიშარია საქმესთან დაკავშირებით და პასუხის გაცემაში რა შეიძლება ის თემა რო ამოვიდა ჩვენ გავცემთ პასუხი და თუ მოგვინდა რაიმეზე საუბარი ბექაოდიშარისთან რაშუაშია პასუხის გაცემა მე კიდევ ერთხელ გეუბნებით თქვენ შეაფასეთ ჩვენთვის მისაღები იყო თქვენ შეაფასეთ ნუ მეკითხებით მაგას არ გაგცემთ მაგაზე პასუხს თქვენ შეაფასეთ ნაცი ორკების და ნაცი ტიტუშკების გუშინდელი სამართლიანო არა მე ვსაუბრობ თქვენ პარტიას ჩემი პარტია არის ჩემი საქმე ჩემი პარტია არის ჩემი საქმე ჩემი პარტია არის ჩემი საქმე ვის რას დავალაბარაკებით ის რას დავალაბარაკებით თქვენ შეაფასეთ ნაცი ტიტუშკების და ნაცი ორკების აქციები არა ერთ სამით კაცო თქვენი ნაცი ტიტუშკები დაუშალები უნდა დარჩნენ მათ ხომ ისჭირეთ ნაცი ტიტუშკები არა რომ რას ქვია გუშინ ვინც სამართლიანოდ მოიქცა ვინ წავიდა ციხეში იქიდან პოსტების გამო ფეისბუქის გამო ვინ წავიდა ციხეში მაგალითად თია წულუკიანის წინააღმდეგ ვინც კი პოსტი დაწერა გამოძიებაზე დაიბარეს და ციხეში მათინააღმდეგ ხო იწყებთ გამოძიებას ვიტყვებით ყველა სიტყვაში გავიგერო ტყუილების ლაბარაკი არის თქვენი ტელევიზიის ხელწერა ციხეში პოსტის გამო არა ციხეში უშვებთ პოსტის გამო ფიტყვილი არა ერთ სამით კაცო ციხეში გავუშვებთ კურთხება ძალადობა უსაქციელობა ეს არის ნაცი ტიტუშკების და ნაცი ორკების ხელწერა თქვენ შეაფასეთ თქვენი პარტიის ნაცი თქვენ შეაფასეთ არა თქვენი ფურთხებოდით მათ შორის 28 ნოემბრიდან თქვენი ფურთხებოდით და ვინც იფურთხებოდა ეხლა იმათ აცხადებთ სინდისის პატიმრად ვინც იფურთხებოდა ვინც ქვებს ისროდა ვინც ასაფეთქებლებს ისროდა ნაცი თქვენ ხართ სამარცხვინო პარტია სამარცხვინო პარტია თქვენი ტელევიზია არის სამარცხვინო ტელევიზია იმიტომ რომ არის სამარცხვინო პარტიის
Ну, ზოგადად შემაშფოთებელი არის, რა თქმა უნდა, Deep State-ის გავლენები მსოფლიო მასშტაბით. თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია და ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები, ხო? იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა 4 წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საბოლოოდ დაძლევს Deep State-ის გავლენას, საბოლოოდ თეორულად იმედი გვაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას, დანარჩენი დაულოდოთ მონაწილეობს. გატოვებული წერილების შემდეგ რამე გეგმა გაქვს, მაგალითად იმ შემთხვევაში დონალდ ტრამპი შეიძლება იკითხოს, რომ დონალდ ტრამპი ვერ დაამარცხებს გაგეზიანებული ნულაბარაკობ დამშვიდით, დაწყნარდით. ესვის რომ სანერვიულოა, რაც ახარ გეგმა რა გვაქვს იმ შემთხვევაში, რომ ეგრეთ წოდებული ესვის რომ სანერვიულოა, როდესაც ხარ დამარცხებული ნაცების ტელევიზია, მაგრამ ნუ გაღიზიანდეთ პარტიული ტელევიზიის პარტიული ტელევიზიის ნაცი აქტივისტები ხართ. ჩვენ გეგმა გვაქვს ყველაფრისთვის. დავიწყებთ გეგმის გასნობას თქვენთვის. საქართველოს მოხალხეებს და მე საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოხალხე. არა, ამ თემაზე ბატონო ეთახმები თქვენ იცით, რომ ჰელსინკის კომისიაში მძლავრობენ Deep State-ის წარმომადგენლები და მათ დაიბარეს Deep State-ის აგენტები, ხიდაშელი, ზურაბიშვილი. ნუ მელამ თავისი კუდი მოწვედ მოიყვანო, ასე გამოვიდა ჰელსინკის კომისიას, აბსოლუტურად სასიცილოა, რა თქმა უნდა. ეს იმედი დაკარგეთ ფატნერეკლე. მიგითხრათ, ყველაფრის იმედი გვაქვს ჩვენ. რა ვიცი, წერილებს იმედი დაკარგეთ თქვენ. აცემა დაკარგეთ ყველაფრის იმედი. აცებს არც იმედი აღარ აქვს. ადრე იმედი მაინც გქონდათ, ახლა იმედიც აღარ აქვს. თქვენი სახელით გადავიდა. 13 წელი სულგმულობდით იმედით ნაცები და ეს იმედიც დაკარგეთ. ყოფილებას გამოთქვამდით იმის გამო, რომ ტრამპი არ გაქცევთ ყურადღებას თქვენს პარტიას. ქვეყანაც საუბრობს იგივეს რამისნების ჩვენთან დაკავშირებით, ქონდათ უკრაინას ომში ჩართვასთან დაკავშირებით. აი ამით რა დასტურდება თქვენთვის? რეალურად ჩვენ ვიცით ერთი მთავარი რამ, რომ არსებობდა კონკრეტული გეგმა კონკრეტულად საქართველოსთან იმართებით. და ეს იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან მოდიოდნენ Deep State-ის წარმომადგენლები და ღიად ითხოვდნენ დაახლოულ კარს მიღმა მეორე ფრონტის გახსნას. ამაზე თქვი თუ არის და ამას მოყვა შემდეგ შანტაჟი, ამას მოყვა კანდიდატის სტატუსისარმოცემა, მერე მოლაპარაკებების არ გახსნა, შუალედებში კიდე 1000 რამ უკრაინის ხელისუფლებისგან აგრესიული განცხადებები. აცოდე კაცო, რა მოგე მართლა გაღიზიანებული ხარ, რა მოგივიდა. აბა რა ხარ კაცო. არ შეიძლება ესეთი გავიგე, რომ 13 წელი ხართ დამარცხებულ მდგომარეობაში, მაგრამ ნუ გაღიზიანდებით. შანტაჟის მტკიცებულებები. ნუ გაღიზიანდებით. პატონერეკლე, არა საერთოდ. ხშირად ამბობს. არის სამთავრობო. თუ შეიძლება ეს ამოვწუროთ. 13 წელი, ესვის რომ 13 წელი დამარცხება არც ის მდგომარეობის ყოფან არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. თუმცა ნუ გაღიზიანდებით, ნუ ჩავარდებით ისტერიკაში, შეგვეძბეთ, ეს არის ჩემი მეთოდი. ეს არის თქვენი პასუხი, ეს არის აცები ვერასდროს ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში, რაც არ უნდა ისტერიკა მოაწყოთ, ამიტომ შეგვეძბეთ. ფაზე ანუ მტკიცებულებები არ აქვს. რატომ არ ასაჯაროებთ ამ მტკიცებულებებს? თქვენ სამომავლოდ ეროვნულ ინტერესებს. უფრო მეტად ეროვნულ ინტერესებს ვფიქრობთ. ეროვნულ ინტერესებს. ბატონო ირაკლი, როგორი არის მათი როლი აქციებში და ეს ყველაფერი ხომ არ გამოიწვევს ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვას? ამ NGO-ების წარმომადგენლებიც არიან ჩვეულებრივად არქიპოს ბრევლი. და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობთ განსხვავდებიან, უბრალოდ თვითონ არიან ამ ორკების შემადგენელი ნაწილი, ხო? გუში რომ ვიხილეთ ჩვენ ნაცი ტიტუშკები და ნაცი ორკები, ასეთია ზუსტად ამ NGO-ების ლიდერების სახეც, ხო? და ყველა სტრაიგული ამ ყველაფერში ის არის, რომ ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათგანაც დავიცვათ ჩვენ ქვეყნის ევროკომისიის ანგარიშს მინდა კითხვა, კომისიის ანგარიშის შესახებ წერია, რომ თქვენ მიერ მომზადებული ანგარიში დაუსაბუთებელ პასუხებს შეიცავს. შესაბამისად გამოდის თუ არა რომ თქვენ არაფერი გააკეთეთ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად და ამ უვიზო მიმოსვლის დაკარგვა გამოვა თუ არა სწორედ ქართული ოცნების პასუხის მიღება. რაც შეეხება ევროკავშირის ბიუროკრატიასთან ჩვენს ურთიერთობას, ხო, კიდევ ერთხელ ყველას ვეუბნებით. დავსხდეთ და ველაპარაკოთ. რა უდგას წინ ჩვეულებრივად დაждდომას და ლაპარაკს? არაფერი, ხო? ბუნებრივი არაფერი. რომ ვერ გვიჯდებიან
მაგიდასთან, ეს არის უბრალოდ იმის დასტური, რომ მათ არ აქვს არაფერი. კი არა, ეშინიათ. ისინი ეწევიან სამარცხვინო, მათ აქვს სამარცხვინო შანტაჟის ცდელობა. და სამარცხვინო შანტაჟის ცდელობისთვის არ არის მათთვის მისაღები მაგიდასთან. არის ნაშრომი, რომ დაუსაბუთებელი იყოს თქვენი პასუხები, რომელიც საქართველოში მეგპირდებით, ვერავინ ვერ მივა სამოქალაქო რეესში და ვერავინ ვერ გადაკეთდება თუ არის ქალი კაცად. ან თუ არის კაცი, ეს არის ჩემი დაპირება, თქვენ ადასტურებთ, რომ ევროკავშირი ერთსქესიანთა კოდექსი ეს მოთხოვნა მათ აქვს მთელი ევროპის მასშტაბით. მთელი ევროპის მასშტაბით აქვს ეს მოთხოვნა და მართლმადიდებლური საბერძნეთის კი სხვა ქვეყნებშიც არ არის. 13 წელი აგებ და გავიგეროთ რა იგულიან თქვენი მდგომარეობა, მაგრამ ნუ გიზიანდები, ნუ ხართ ისტერიკაში. კი და ევროპულ სახელმწიფოში ფერო გეთქვათ სხვა ქვეყანაშიც კი გავიგებდი, მაგრამ უნგრეთშიც კი სხვა ქვეყნებში არ არის დაკანონებული და მაინც საქართველოს ხოვენ რომ კაცი კაცზე უნდა გათხოვო. მოკლედ. და კიდევ ერთხელ, ხო და ნახეთ, ჩვენ მარტივად იგი ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომლითაც იგრძალება მაგალითად გეის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება. არ მოგცემენ პრივილეგიებს, ხო ეს ერთი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომლითაც იგრძალება ერთსქესიანი იქორწინება ან პარტნიორობა, ჩვენ არ მოგცემენ. კი, ამ კანონის გაუქმებას ხო ითხოვენ. ლოგიკა ხო? ავტომატურად მაგას ნიშნავს ეს კანონი არაფერს ცვლის. მაშინ რატო ითხოვენ მის გაუქმებას? ადამიანის უფლებების გასვას ითხოვენ და რეპრესიული კანონების გაუქმებას. ეს კანონი არაფერს ცვლის. ეს კანონი არაფერს ცვლის. რატო ითხოვენ მის გაუქმებას? თუ უსარგებლო კანონია. ლოგიკა ხო გაქვს ადამიანის უფლებებს. სად არ გვაქვს? იმით რომ სამოქალაქო რეესში ხო მაგას ამბობენ რომ სამოქალაქო რეესში მე რომ მივიდე უნდა შევძლო რომ ქალად ჩავეწერო. ან თქვენ რომ მიხვიდეთ უნდა შეძლოთ რომ კაცად ჩაეწერო და გვეუბნებიან რომ ეს არ გვაქვს ადამიანის უფლება, ეს სოციალურია. არა დაშებული ბატონო. ამას როგორ ახსოვს? ბატონო? ერთადერთესიანთა ქორწინება 27 და ქვეყანაში არიან. მაინც და მეც თქვენ განითხოვენ ამის გაკეთება. არის არაერთი ქვეყანა რომელიც დღემდე იბრძვის და ამ ბრძოლისთვის ისინი ფასსაც იხდიან. მათ შორის უნგრეთი რო ახსენეთ, უნგრეთს თანხები შეუჩერეს, დაფინანსება შეუჩერეს ორი მიზეზის გამო, კი, ორი მიზეზის გამო. ეს თემა პირველი, ორი მიზეზის გამო. ორი მიზეზის გამო. რომელიც ბლოკადა უკრაინის. კონკრეტულად ორი მიზეზის გამო, ტყუილებს ამბობთ, ორი მიზეზის გამო. ეს არის LGBT თემა და ეს არის ის რომ ის მიგრანტებს არ უშვებს თავის ქვეყანაში. ორი მიზეზის გამო უნგრეთს შეუჩერეს დაფინანსება. ასეთია დღეს deep state-ის სახე და მის მიერ მართული ევროპული ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე ბოლომდე, აი დღესაც ვარ პასუხისმგებელი საქართველოს მოსახლეობის წინაშე. არა, ეროვნული ინტერესები არის ამ ქვეყანაში მშვიდობის დაცვა, სიმშვიდის დაცვა, ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეს არის ჩვენი სიმშვიდესა და უვიზო რეჟიმს არის ბატონო. სიმშვიდესა და უვიზო რეჟიმს შორის გახართ ახლა ამ ორ ნაწილს. ასე თუ გვიყენებენ საკითხს რომ არა, ასე გვეუბნებიან რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ გამჭირვალობის კანონი. გამჭირვალობის კანონის მიზანია რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა. ესენი გვეუბნებიან რომ თუ არ გავაუქმებთ გამჭირვალობის კანონს, შეიძლება დაგვსაჯო ლიბერალიზაციის კანონი, რომელიც არის რეპრესიული. რა რეპრესიული კაცო, რეპრესიული რანაირად არის? საწერია რომ რამე რეპრესიული არაფერს არ გძალავს. მაგალითად საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს არ ეხება. გამჭირვალობის კანონი არაფერს არ გძალავს. ერთადერთი რასაც ავალებს NGO-ებს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციის გამოქვეყნება. რა რეპრესიული, რატო იტყუებით? ყველა სიტყვაში რატო იტყუებით? სიტყვა აგენტი ნახსენები არ არის, კიდე მოიტყუეთ. აი ყველა სიტყვაში როგორ იტყუებით, კაცო? სიტყვა აგენტი არ არის ნახსენები გამჭირვალობის კანონში. სიტყვა აგენტი არ არის ნახსენები. ორი წინადადება თქვით, ახლა ორჯერვე მოიტყუეთ რა. ასე ინტერესების გამტარი ნიშნავს თუ არა და უდრის თუ არა აგენტს. არ ნიშნავს, არ უდრის. როცა უცხო ძალის ინტერესებს ატარებ, ერთ-ერთი რაც მოგეთხოვება, ეს არის გამჭირვალობა. იმ შემთხვევაში საქართველოს დაკარგავს ვიზო რეჟიმს. არის თუ არა ქართულებში პასუხისმგებლობა. რა ფასი უნდა გაგოს? ანიტა სასაცილოა. რომლის გამოც ანიტა საოცრება, მეტი არის რა კომენტარი გავაკეთო ამ ბატონთან დაკავშირებით. ეს თქვენი